იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციური საფრთხე და თუ კი იცოდით, შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთანგან უმრავლესობა დაიღუპა და ხშირ შემთხვევაში დაღუპულთაგანი არ იყო ბრმატყვით გარდაცვლილი დახვრიტეს. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. მოსახლეობის გაფრთხილება თქვენს მოვალეობაში შედიოდა თუ არა? რო საფრთხე მუქრებოდათ? შედიოდა. არ მითხრათ ახლა რომ გაფრთხილებული იყო. აი რაც ზუსტად ვიცი, ეს არის არა ვარ ის კაცი ვაქ ისენი დავით. რატომ არ მოხდა გაფრთხილება? ვერ გავაკეთე და იმიტომ ვერ შევძელი რა. ყარი ხანდახან ამბავი რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენ. და თუ იმ ხარეს სამხრივი ფორმატი არ დაჭირდა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატო დავისაჭიროეთ სამხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად სპონტანურად მოიფიქრეთ. მაგის ფუფუნება ქონდა, ჩვენ არ ქონდა მაგის ფუფუნება. არ გვაძლევდა მაგის საშუალებას, იმიტომ რომ ეს მერიკის რის საშუალებას არ გაძლევდათ არავინ. ზონაში რო შესულიყავი თქვა, აი იგივე მერიკის საბუშაკო გამეულო წირზისიდან ასულიყავი ერეთში, გადასულიყავი კოლონით. ორგანიზებული გამოსვლა ჩაკეტარებინა ამის საშუალებას არ მოხსენდნენ და ეს იქნებოდა როგორც ომის დაწყება, ისე აქმული და ამ სიტუაციაში ეს პასუხი თქვენ ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ ითქვა? ეს იმ რეალობიდან გამომდინარე იყო ერთი თანათავმჯდომარეები ჭირდება ყველა გადაწყვეტილება საბუშაკო სხვა რაღაცა გითხეთ, ბანო მამუკა, ეს თქვენ ახლა მოიფიქრეთ ეს პასუხი თუ მაშინ ეს იყო პასუხი, რატომ არ მოხდებოდა ევაკუაცია? ვინმე მგითხრათ რომ ახლა სად ეძებოთ თემური იაკობაშვილი? სიტყვაზე ვამბობ. როდის შეიკრიბება სამხრივი ფორმატი, იყოს ის მოქალაქე იქ და დაველოდოთ რა მოხდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა მოეწვიათ თემური იაკობაშვილი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში, შიგწყინვაში და ჩაენიშნა აუცილებლად. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ახლა მოიფიქრეთ? კითხვაზე გქცევთ პასუხს. ხო და ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ იყო განხილვა? განხილვა არ ყოფილა, შემშლებისთან უნდა გამეხილვა. ეს თქვენი აზრია, დიახ. რომელიც ახლა მოიფიქრეთ. ახლა მოიფიქრეთ. ახლა მოიფიქრეთ. არ გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ომი გარდუვალი იყო და გამოსულიყავით. თუ თვითონ არ გამოგვიყვანენ, ჩვენ ხო შეგვეძლო ჩვენი ძალით გამოსულიყავით. მათ სასწორზე დამადებინეს შვილისა და მამის სიცოცხლე. იძულებული გავხდი ორიდან ერთ-ერთი ამ მომენტია. მაპატიოს მამა ჩემი სულმა და მაღალმა ღმერთმა რომ შვილის სული ვარჩიე და მამა ვერ გამომიყვანე. დღემდე ტვირთად მაწევს ეს. დღემდე მამის აფლავი არ ვიცი. ისე დაიღუპა რომ ვერ გავიგეთ იმის აფლავი სად არის. დაიმარხა თუ არ დაიმარხა. ასევე დაემართა ბიძაშებს. რა გინდოდათ ხალხო? რისთვის გაგწირეთ? საზარბაზნე ხორცად რატომ გაგწიეთ? თქვენ გინდოდათ გენოციდი მოგეწყოთ ჩვენთვის და სოფლიოსთვის დაგენახებინათ რუსეთები როგორი აგრესორები და ბოროტები იყვნენ, მაგრამ თქვენ იმაზე მეტი ბოროტობა გამოიჩინეთ თქვენი ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე. პოლიტიკური თანამდებობის პირები რას აკეთებდნენ? აქ ვერ გავიგეთ სამი დღეა და ვერც ვერავინ ვერ გაიგო. ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არსებობდა თუ არა, ვინ რას აკეთებდა ის არ იცოდა და ამიტომ იყო ამ ხელოვნების ხერხი და ტერიტორიების დაკარგვა. კი ბატონო.